დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს მაქსიმე ჭანტურიას. დაგლოცეთ მამო. დაგლოცეთ. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის. მამო, ახლოვდება წმინდა ექვთიმე გაენათელის ხსენების დღე. 4 მაისს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს და სწორედ ამ წმინდა მამის შესახებ გსურს რომ დღეს ვისაუბროთ. ვიცით რომ რუსეთში არის იგი აღსრულებული. მისი პირველი ეტაპი მოღვაწეობის თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ, მისი მოღვაწეობა ზოგადად დაემთხვა ძალიან რთულ პერიოდს საქართველოს ისტორიისა. ერთი მხრივ ტყვეთას ყიდვა, შინაარსლობა და ამავე დროს რუსული იმპერიის რახვები საქართველოში. და ცნობილია შემდგომ უკვე მისი მონაწილეობა ცერკოვნულ ბუნჩში და ასე შემდეგ. აი თუ შეიძლება პირველ ეტაპზე მისი მოღვაწეობის რომ გვესაუბროთ. ცნობილია ექვთიმე გაენათელი იყო უდიდესი მოღვაწე 18 საუკუნის. ეს არის ეპოქა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, როცა წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელი მომავალი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა და არ ფორმირებულა. ამიტომაც ყველა იმ დროის მოღვაწესა და ამ დროის შექმნაში მონაწილე ადამიანთა ცხოვრება არის განსაკუთრებით საინტერესო, როგორც მეფეების, მღვდელმთავრების, კათალიკოსის. ექვთიმე გაენათელი იყო შერვაშიძეების გვარის ღირსეული ძველი გვარის წარმომადგენელი. გურიაში დაიბადა, ვარაუდობენ რომ 1757 წელს აღიზარდა კელათის მონასტერში, ძალიან პატარა წამოვიდა უკვე მონასტერში, სოლომონის კარზე, სამეფო კარზე. მას შეეძლო გარკვეული, ასე ვთქვათ, კარიერა შეექმნა ალბათ, მაგრამ მისი, ასე ვთქვათ, ინტერესები უფრო იყო საეკლესიო, სულიერი სფეროსკენ მიმართული. ამიტომაც მალე შედგა როგორც ასეთი ღირსეული გვარის წარმომადგენლის კურთხევა, როგორც აღკვეცა ბერად, ისე მერე კურთხევა და საკმაოდ ახალგაზრდა გახდა კენეთის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი. ეს ეპარქია და თვითონ გელათი ყველას მოიხსენება, არის ძალიან ისტორიული ადგილი და სალოცავი და სიწმინდე ჩვენი ქვეყნისათვის. ერთი საკმარისი აღნიშნოთ, რომ ბაგრატოვანთა გვარს უძველესი დროიდან დავითიდან მოყოლებული გაენათის მიტროპოლიტი ადგამდა გვირგვინს. მაგალითად ანტონი საღერაძე იყო ის, ვინც თამარს დაადგა გვირგვინი. ამიტომ იქ სადაც დავითის ნეშტი, წმინდა ნეშტი განესვენებს, სადაც თამარი, სხვა წმინდა დიდი ჩვენი მეფეები და მღვდელმთავრები, ეს ისეთი სიწმინდეა, რომ იქ აღზრდილი და იქ მოღვაწე ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო როგორც სარწმუნოებრივი, ისე ეროვნული სულით ძალიან დაჯილდოებული და სამაგალითო. ამიტომაც ის რთული დრო, როდესაც მას მოუწია მოღვაწეობა, დაემთხვა ერეკლე მეორის მეფობას, ამ დასავლეთში სოლომონ მეფის მეფობას და საქართველოს გაერთიანების, მისი საქართველოს მიწების შეკოწიწების რაღაც მცდელობას. ამიტომ წარმოსადგენია, ახლა ადვილი წარმოსადგენია, რომ 40 წელი იყო მღვდელმთავარი. მთელი თაობა იყო მის ხელში გაზრდილი, ის თვითონ იყო ამ ყველაფრის მონაწილე და ამიტომაც შეიძლება ითქვას არც ერთი დეტალი ეპოქისა არ გაუსულა ისე რომ მას არ მიიღოს მონაწილეობა აი ამ რთულ და ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული დროის ყველა მომენტში. ანუ ის იყო არა მხოლოდ დიდი სასულიერო მოღვაწე, ამავდროულად იყო დიდი ეროვნული მოღვაწე. ცნობილია ისტორიიდან, რომ 1799 წელს მეუფე ექვთიმე დასავლეთიდან წარმოგზავნილ ელჩობასთან ერთად ეხლა მეფე ერეკლეს მათი მიზანი იყო საქართველოს გაერთიანება, ქართლ-კახეთის სამეფოსა და იმერეთის სამეფოს შეერთება, თუმცა სამწუხაროდ შემდგომში გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შედგა. არ შედგა სამწუხაროდ არ შედგა. ახლა ძნელია ამაზე ლაპარაკი რატო არ შედგა, მაგრამ ფაქტია რომ ერთ-ერთი იდეა და იდეის ასე ფუძემდებელი იყო მეუფე ექვთიმე თავის თანამოაზრეებთან ერთად და ამიტომ ეს ტკივილი მას დიდი ხანი გაყვება თავის აღსასრულამდე. დიახ, ასევე ცნობილია რომ როდესაც საქართველოში გავრცელდა შავი ჭირი, ეს მოხდა 1897 წელს, მეუფე ექვთიმე გამოირჩეოდა ამ დროს გასაოცარი სულგრძელობით და აზიარებდა ავადმყოფებს, მარხავდა მკვდრებს, აპურებდა, შეერთდა ეს ცნობილია ისტორია. ჭეშმარიტი როგორც წევს თავას შეშვენის, ეს არ უნდა შეშინებოდა, რა თქმა უნდა, ავადმყოფობის ეპიდემიის გასაჭირის, იქ უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა ეს დიდ მონაწილეობას ღებულობდა და აღვხნებოდა სასულიერო პირებსაც, რომ მათაც სამაგალითო იგი გამოეჩინათ. ასევე ცნობილია ცერკოვნი ბუნტი ისტორიიდან, ანუ 1819-1820 წლის იმერეთის აჯანყება.
რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ სწორედ მეუფე ექვთიმე გაენათელი და მეუფე დოსითელს გუთათელი. თუმცა ეს აჯანყება გარკვეული დროის განმავლობაში მიჩქმალული იყო საქართველოს ისტორიის თითქოს ამოხეული ფურცელიც კი იყო. იმიტომ რომ კომუნისტური ეპოქის დროს რა თქმა უნდა არ სურდათ ამის გახმაურება. მიზეზი ამ ყველაფრისა მაინც იყო თეოფილაქტა რუსანოვის მიერ გაატარებული საეკლესიო რეფორმა. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი დაიწყო 1793 წლიდან, როცა გიორგის სტრატეგი დაიდო, რომელშიც აშკარად ჩანდა, რომ რუსეთი თვალთმოქცევდა, არ იყო გულწრფელი და სამწუხაროდ ამაზე მქონდა კიდევაც მოხსენება ტეხონის ინსტიტუტში. ეს შემოუბრუნდა რუსეთს ძალიან მტკივნეულად შემდგომ, იმიტომ რომ როცა იმპერატორის სახელით მირონცხებული მეფის სახელით იდება ფიცი და სახარებაზე და ჯვარზე იფიცებენ, რომ შესრულდება მის ყველა პუნქტი, რა თქმა უნდა, ამას მოყვება, მაგრამ საკმაოდ მძიმე შედეგები და მოყვა კიდევაც 100 წლის შემდეგ თითქმის რუსეთში. ამიტომ, როდესაც ალექსანდრე I გახდა იმპერატორი, რომელსაც თავის დროზე მე ნერონი უწოდა, ექვთიმემ ახალი ნერონი უწოდა, თავისი საქციელის გამო, რომელმაც გააუქმა მეფობა საქართველოში, ქართლ-კახეთში, მე 1800 წელს იმერეთშიც, მის საქციელს გამართლება არანაირად არ შეიძლება მიეცეს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ნერონზე ის არა მარტო ნერონს გავდა, კომოდსაც გავდა იმპერატორს და კალიოგაბელსაც რაღაც ცინიზმი, მამისადმი გულგრილი დამოკიდებულება და პავლე I-ის სიკვდილში გარკვეული გულგრილი მონაწილეობა ჩვენ შეიძლება ვთქვა არ გაგვიმართლა ქართველებს. ისეთი მე იმპერატორი მოვიდა რუსეთში, რომელიც არ გამოირჩეოდა არც ზნეობით, არც ვაჟკაცობით, არც საწმუნოებრივი სიმაღლით. იმიტომ რომ ნიკოლოზ I მისი შვილი, როდესაც გაიგებს მამამისის და დედამისის ოჯახის ამბავს, ძალიან შეწუხდება. შეიძლება ითქვას სასწაულამდე მივა. როცა გაიგებს რომ დედამის საყვარელი ყავდა, შვილი ყავდა ვიღაც კაცისგან, მამამისი გულგრილი იყო ოჯახის მიმართ, ბაბუის მიმართ ასეთ დამოკიდებული. ამიტომ ეს ყველაფერი აისახა საქართველოს ისტორიაზე, ასეთი იმპერატორის მმართველობა, თუმცა მას რუსული ახალი ისტორია უძახის ალექსანდრე მშვიდობის ყოფილს, მაგრამ ჩვენთვის ალექსანდრე მშვიდობის ყოფილი საკმაოდ საბირისპირო პერსონაჟია. ამიტომაც, როდესაც გაუქმდა მეფობა, სოლომონი ამას ვერ შეეგუებოდა ჩვენი წმინდა მეფე. მე მახსენდება ეს შესანიშნავი წერილის ნაწყვეტი, რომელსაც მიწერა ალექსანდრე I-ს, რომელიც პატიჟებდა საკრულად და შეეპყრო ის ნება რომ მე ვცხოვრობ სამოთხეში, რომელსაც ქვია იმერეთი და ჩემი სუფრა არ არის ისეთი მდიდრული როგორც თქვენიო, მაგრამ ყველაფერი მორთმეული არისო ჩემი ერთგული და გულწრფელი მსახურების მიერ და ის რა თქმა უნდა განჭვრიტავს მის ზრახებს, მაგრამ სამწუხაროდ თვითონაც შეეწირება ყველივე ამას და მასთან ერთად მეუფე ექვთიმე და დოსითეოს გუთათელის, რომლებიც ეგრეთ წოდებული ცერკოვნი ბუნტის, როცა ეგზარქოსმა დაიწყო ქართული განძებისა და ჩვენი სიმდიდრეების საუკუნოვანი სიწმინდეების ხელყოფა, შეგროვება, გატანა, რა თქმა უნდა, წინააღმდნენ ძალიან გულგატეხილები იყვნენ ერთმოწმუნე იმპერიისგან, ასეთი დამამცირებელი და ირონიული ცინიზმით, ცინიკური დამოკიდებულებისგან და რა თქმა უნდა ისინი მონაწილეები იყვნენ ამ იმის, მაგრამ ეს არ იყო რაღაც ასე ვთქვათ უმადური და ესეთი ხალხის აჯანყება, ეს იყო სამართლიანი პრეტენზია ეგზარქოსის მმართველის თუ მეფის ნაცვალის მიმართ, რომელიც აწარმოებდნენ არასწორ პოლიტიკას საქართველოში. აღელდა ხალხი 1819 წელს მან მიიღო სახალხო აჯანყების სახე, რომელიც ჩახშობილი იქნა, მაგრამ როგორც ერთ-ერთი სული ჩამდგმელი და ორგანიზატორი მეუფე ექვთიმე დოსითეოსთან ერთად დაპატიმრებული იქნა და ახაც არის ძალიან ირონიული, რომ მისი სულიერი შვილის მიერ, რომელიც სულიერი შვილი გულისხმობა, ვისაც აზიარებდა თვითონ ეს ოფიცერი რუსი, რომელსაც უთხრა რომ რა ვქნა, ბრძანება მაქვს, უნდა დაგაპატიმროთ, უნდა წაგიყვანა. ლოგინში შეიპყრეს მეუფეები, ტომრები ჩამოაყენეს. როგორც მაცხოვარი ბრძანებს, რომ მომივარდით როგორც ყაჩაღებს და თითქოს მე თქვენთან ერთად არ ვიყავი. მაგრამ როგორც ეს საერთოდ ახასიათებთ ასეთი იმით, რომ რაღაც თითქოს განსაკუთრებული იგი მიეცეთ. და ისეთ ცემეს და ესეთი შეურაცხყოფილები და ეს ტომრები ჩამოაყენეს თავზე, დოსითეოსმა ვერ გაუძლო, ის უფრო ასაკოვანი იყო, მეუფე
70 წლის იყო, ასეთი ცოტა უფრო ხნიერი და ანანურთან გარდაიცვალა და იქვეა დასაფლავებული დოსითეოსი და მეუფე ოქტომბერში პეტერბურგში ჩაიყვანეს, ვითომ ალექსანდრე პირველს შეახვედრეს, ეგონათ რომ ამ პატარა სამეფოსი თუ პატარა ეპარქიის მართველი მოიხიბლებოდა რაღაცით შეეშინდებოდა, მაგრამ მამაცურად და ძალიან ხნედ და ვაჟკაცურად გასცა ალექსანდრე პირველს პასუხი და ისინი მიხვდნენ რომ მეუფე ოქტომბერს ვერ გამოიბირებდნენ, ამიტომ გადაასახლეს პეტერბურგიდან კიდევ 250 კილომეტრით 300 კილომეტრის მოშორებით ალექსანდრეს მონასტერში. სადაც აღესრულა კიდევ უფრო ჩრდილოეთი, სადაც აღესრულა. მანამდე იქ იყო ანტონ მეორე საპატიო ტყვეობაში კათოლიკოსი. ანტონ მეორე. მამა როგორ მოხდა მისი აღსრულება? არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ იგი წამოდგა მეუფე ოქტომბერme კუბოდან და პირჯვარი გადასახა ირგვლივ მყოფთ და შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში მისი საფლავიც მაკურნებლად ითვლებოდა და იქ მისული ხალხი იკურნებოდა. ანუ სასწაულს ახდენ და გარდაცვალების მერე. თქვენ რა ხსმენიათ? მე დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა პეტერბურგში მსახურობდი, 5 წელი ვიყავი, სწავლობდი სასულიერო აკადემიაშიც. და ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა მისი ნაწილების მეორეჯერ აღმოჩენა. და ამიტომაც დეტალურად ვიცი ეს ისტორია, თვითონ მონაწილეობდი ამ პროცესებში და მას ჰქონდა სულიერი მეგობრობა ანტონ პაისი ველიჩკოვსკის სულიერ შვილთან, რომლებიც გაფანტულები იყვნენ მისი სულიერი შვილები თელ რუსეთში, იესოს ლოცვის აღდგენის რუსეთში. მაკარი იყო ასეთი სულიერი დამძობელი ფერი, რომელთანაც მეგობრობდა, მას გამოყეს რაღაც თავის შენახვის რაღაც ეგენი პატარა ხარჯები და ეგ, მაგრამ ეს მეუფე ოქტომბერს არაფერს არ ნიშნავდა, 2 წელი იცხოვრა მონასტერში, აღესრულა ქრისტიანულად, როგორც ეს ბერს და მღვდელმთავარს შეშვენოდა და სამწუხაროდ ესე ვთქვათ მისი ნაწილები რევოლუციის მერე იკარგება, იქ გაძარცული აშკარად ჩვენ რომ მივედით დაგვირეკეს მონასტრიდან, სვირის მონასტრიდან, გითხეს რომ არის აღმოჩენილი ქართული მღვდელმთავრის სამარხთან ძვლები, გთხოვთ მოგბრძანდეთ. იმ დროს მამა რომანოზე იყო პეტერბურგის ტაძრის წინამძღვარი და მამა კონსტანტინა იყო მხოლოდ მე დავითნე, ჩვენი ახლა გიორგაძე იანე ღვთისმეტყველის მოძღვარი. და ის მოსალოცად რო იყვნენ და პირველი ისინი შეესწრნენ აი ამ ძვლების, ასე ვთქვათ, ამოყვანას მიწიდან. და პირველი პანაშვიდი გადაუხადეს, მერე ჩვენ ჩავედით, როცა გავიდით ესეთი ამბავი. ბევრი ვიზრუნებდი მისათვის რომ განმოგვესვენებია, ჯერ ანთროპოლოგიური დასკვნაც ჰქონდა, რომ ეს არის კავკასიელი, ნამდვილად ქართველის, იმიტომ რომ ამის მეცნიერულად კვლევა შეიძლება. შემდგომ უწმინდესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკები მონასტრის წინამძღვართანაც, უწმინდეს ალექსისთანაც გავგზავნეთ წერილი, თხოვნა, მან იქიდან მივიღეთ ძალიან ლამაზი და კარგი პასუხი, რომ უნდა აღდეს ისტორიული სამართლიანობა, რომ დაუბრუნდეს თავის მიწას ეპისკოპოსი. უწმინდესი მინდა ესეც აღვნიშნო, იმიტომ რომ ეს ისტორიის ნაწილი ერთი პიროვნება, ცდილობდა უწმინდესი დაერწმუნებია, რომ თითქოს იქ 5 ძვალია მხოლოდ. ახლა ამ პიროვნებას არ დავასახელებ, მაგრამ თვითონ ეწოდება. და უწმინდესმა გადაიფიქრა, რომ იქ ჯობდა იქ დაგვესაფლავებია და მერე ასეთი სასწაული მოხდა, რომ აი ვინმეს ახლა როგორც მოძღვარი, ამდენი ხნის მოძღვარი ვარ, ვინმეს თუ რეულში პატივცემდი და მიყვარდა, იყო ერთი ადამიანი, რომელსაც თამარი ერქვა. და ძალიან სულიერი და სამაგალითო პიროვნება. და ამ ადამიანმა, როდესაც ჩვენ ვიყავით იქ მოსალოცად, ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ იყო, ძალიან დიდი. და ნახა ასეთი საღვთო სიზმარი, რომ ვიღაც ისევ არის ამ მონასტერში, მაგრამ გონია არის უბრალოდ იერუსალიმში. იმიტომ რომ ეს ადგილი რუსებისთვის ითვლება იერუსალიმად მეორედ, იმიტომ რომ 3 ანგელოზი გამოეცხადა ალექსანდრეს სვირგელს. და მას ასეთი ვიღაც მაღალი შესახედაობის მოხუცი კაცი შეხვდება კარებთან, რომელიც ითხოვს დახმარებას და ეტყვის ჩვენს მრევლს თამარს, რომ თამარო შენ მაინც დამეხმარეო. ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა თამარზე, მე მომიყვა ეს მეორე დღესვე. და ვიფიქრე რომ ესე ვთქვათ რაღაცას ნიშნავდა ეს, ალბათ ეს იყო შეიძლება მეუფე ოქტომბერი მეთქი, რომ ესე ითხოვდა ჩვენსგან რაღაც დახმარებას. და დაურეკე უწმინდეს პეტერბურგიდან. ეს იმ წუთასვე შეიცვალა ყველაფერი. რაღაც იმ სატელეფონო საუბარში დაუნტკიცე, რომ უწმინდეს არათო 5 ძვალი, 65 ძვალია. ძალიან დიდი ძვლები სხეულის ნაწილის, რომელიც გამოირჩევა. ყველაფერი უცებ შეიცვალა და გადაწყვეტა, რომ განმოგვესვენებია საქართველოში, შევქმნით მოხის ლამაზი სარკოფაგი, სადღესასწაულო
სახურებით გადმოვასვენეთ პეტერბურგის ტაძარში, რამოდენიმე წელი ესვენა იქ, 3-4 წელი და 2005 წელს გადმოსვენებული იქნა უკვე გელათში. საინტერესო იმდენია მე მონაწილეობა მიიღო ამ გადმოსვენებაში და კარგული ღვაწლი გაწია. და 9 ապრილს 2005 წელს დასვენებული იქნა მეუფე გაბრიელის გვერდით უკვე საპირისპირო მხარეს საკურთხევლის წინ. 2005 წელსვე მიიღო სინოდმა გადაწყვეტილება მეუფეების 6-მე გაენათელისა და დოსითეოს ქუთათელის წმინდანებად შერაცხვის შესახებ. მაგრამ თქვენ როგორც ძანეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოღვაწეობდით პეტერბურგში, რუსეთში. საინტერესოა როგორი იყო მათი დამოკიდებულება ქართველი წმინდანებისადმი, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობდნენ და ან რუსეთში აღესრულნენ. ერთფეროვანი არ იყო. საერთოდ ძალიან ბევრი რუს მოწმენესა და სასულიერო პირს დიდი პატივცემა და სიყვარული აქვს ქართული ეკლესიისა და წმინდანების, მაგრამ იყო გარკვეული ესეთი განიც ასე ვთქვათ ასთა სხვადასხვაობა, იმიტომ რომ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა ყოველთვის რაღაც მაინც პოლიტიკურ ჭრილში განიხილება, იმიტომ რომ საერთოდ რუსეთს როგორც პრეტენზიის მქონეს, რომ ის მართლმადიდებლობით ძველია თელ მსოფლიოში, ყოველთვის მიაჩნია, რომ თუ ნებითა რომ ძალით უნდა ფარველობდეს ყველა მართლმადიდებლე. ჩვენ მიგვაჩნია რომ მართლმადიდებლური ქვეყნები და ეკლესიები საკმაოდ თავისუფლები და ავტონომიურები უნდა იყვნენ. იმიტომ რომ ეს ეროვნული სულის სარწმუნოებრივი სულიერების აღმავლობას უფრო შეუწყობს. ამიტომ ასეთ საკითხებში გქონდა ჩვენ გამათები, ასთა სხვადასხვაობა, ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებაც ამ ჭრილში იყო განხილული და სამწუხარო იყო რომ ყოველთვის ასთა ერთიანობა არ იყო. მაგრამ ერთი იყო ძალიან ლამაზი ისტორიაც, რომ წმინდა ნინო ითვლებოდა პეტერბურგის მფარველად, იმიტომ რომ მის ხსენებას მოიხსნა ბლოკადა პეტერბურგში 900 დღიანი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გრძნობდით, რომ ქართული წმინდანები რაღაც განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ რუსეთის ცხოვრებაში. არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ უძველესი ეკლესიის დიდი მფარველები წმინდა გიორგი არის მოსკოვის მფარველი და წმინდა ნინო პეტერბურგის მფარველი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მე ასე ვუყურებ ამის ჩვენ ურთიერთობას. არა თუ ჩვენ მფარველად საჭიროებდით რუსეთის მფარველობას და დახმარებას, მე ვფიქრობ, რუსეთი თვითონ საჭიროებდა ქართული ეკლესიის მადმოსილებისა და მესწმინდანების მფარველობასა და ლოცვას. ძალიან დიდი მადლობა მამაო, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ასე საინტერესო დღესაუბრად დავგვოცეთ. დაგლოცეთ მოდი. მაყურებელს შევახსენებ, განთიადის სტუმარი იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.